19 ივლისს მომხდარმა სტიქიამ ყველაზე მეტად თელავში რუსთაველის ქუჩა დააზარალა. ამჟამად საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები დღეს თელავის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ დაათვალიერა და ადგილობრივების კომენტარები მოისმინა. ნახეთ მარია აშუღაშვილის სიუჟეტი. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე დღეს რუსთაველის ქუჩაზე 75 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. საცხოვრებელ კორპუსს 19 ივლისს მომხდარმა სტიქიამ სახლის სახურავი დაუზიანა. სახურავს სახლის წინ მდგარი ხეები დაეცა, რის გამოც მთელი შენობის რეაბილიტაცია გახდა საჭირო. საკრებულოს თავმჯდომარის დიმიტრი ბოჭორიძის თქმით, შენობიდან ნარჩენების გატანა მეორე დღიდანვე დაიწყო. რამოდენიმე დღეში კი კორპუსის სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი. იყო დაზიანებული არა მარტო სახურავი, არამედ სახურავის ქვედა მოწყობილობა, ინფრასტრუქტურა იყო სადარბაზო დაზიანებული. პრაქტიკულად მეორე დილიდან დაიწყო პირველ რიგში გაწმენდითი სამუშაოები, მოქალაქეები იქნენ გაყვანილი უსაფრთხო ადგილას. ვინაიდან ხდება კორპუსის პრაქტიკულად კაპიტალური რეაბილიტაცია, სამშენებლო ვადები სავარაუდოდ ალბათ მოიცავს კიდევ ერთ თვეს დაახლოებით 60 კვირას და ოღონდ ეს იქნება სრულად აღდგენილი კორპუსი. ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე იყო სტიქიამდე. რუსთაველის 75-ში მცხოვრები მოსახლეობის განცხადებით ქარიშხალმა მათი კორპუსი ამ ტერიტორიაზე ყველაზე მეტად დააზიანა. ადგილობრივების თქმით, შენობას სიძველის გამო რეკონსტრუქცია სტიქიამდეც ესაჭიროებოდა. ქარმა, წვიმამ და სეტყვამ კორპუსში მცხოვრები 12 ოჯახი დააზარალა. მათი ნაწილი საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში, ნაწილი კი ნათესავებთან გადავიდა. თითქმის 19 რიცხვიდან არის რაც სტიქიის უბედურება მოხდა, იმის მერე გასულები ვარ ჩვენ. მე სახში ვარ გასული, აქვე მაქვს მეორე ბინა. რას პირდებიან, თვითონ ხედავთ, რომ საკმაოდ დადებითია ამათი ქმედება, მუშაობენ იდეალურად დღე და ღამე 24 საათის განმავლობაში. აქ იდგა სამი ნაძვი, სამი ძირფესიანად მოწყდა, დაეცა ბინას, აი ნანგრევიც არის. შემდეგ სახურავს დაეცა და ალაგ-ალაგ ისინი ჩაანგრია. თვითონ რა ვიცი, საცხოვრებლად აღარ ვარგოდა რა. ის რაკე შტრაფელი რო ისიც ჩამოიწია, ჩამოიმტრა და ის. 4 ოთახიანი ბინა, აღერა ეს ბინა, აღლა ზარალი ქონა ძალიან დიდი. აი ეს ხეები რო დაგვაყარა მაღლიდან სტიქიამ. გადახადა რა ფაქტიურად ჩაგვერეცხა წვიმამ. სუდაგვიზიანა მთელი სახლი რა. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დიმიტრი ბოჭორიძის მტკიცებით, სტიქიიდან 20 დღის შემდეგ ქალაქში სახლის სახურავების დიდი ნაწილი აღდგენილია. დარჩენილია 2 კორპუსი და 27 საცხოვრებელი სახლი, სადაც აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.